მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას 221 ნომრიდან. თბილისიდან ბათუმისა და თელავის მიმართულებით ერთდროულად ორი ავტობუსი გავიდა. არის ერთ თბილისი, ეხლა ასე გავდეს თუ თქვა აქეთ არის ბათუმი, აქეთ არის თქვა თელავი. ორი ავტობუსი გავიდა. ეგ ცოტა წვრილი შეტით წერთ. როდესაც თელავისკენ მიმავალმა ავტობუსმა გზის ნახევარი გაიარა, ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსს 4 საათი გზა ჰქონდა დარჩენილი. კაი, მოდი ასე ვქნათ ახლა. ესე იგი, როდესაც ჩვენ მივედით თელავის ნახევარამდე, ხო, ბათუმამდე გასავლელი ჰქონდა, ვთქვათ, 4 საათის გზა. აქეთ ვქნათ 4 საათის გზა ჰქონდა, ანუ აქ მივედით და აქ ვართ მისული. მერე რა ამბებია? ეს ერთმანეთის ტოლია. როდესაც ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსმა გზის ნახევარი გაიარა, მოდი რა ვქნათ, იცით? მოდი ზუსტად იგივე სტრუქტურა ავაგოთ. მოდი ცოტა ამას დავაპატარავებ ახლა მე. აი გავიბრასდებით ალბათ. მოდი დავიჭირე. აქ საიდან უნდა დავაპატარავ. ასე ვქნათ. ზაპატარა. აი, უხდება. თუ მოდი ახლა გავაკეთოთ იგივე, ასე, თბილისი, ბათუმი, თელავი, ცოტა გომაგი გამოგვივიდა. ბათუმი უფრო შორსაა, ვიდრე ახლოს ჩანს ნახაზე, ვიდრე თელავი, მაგრამ აი უშავს. ბათუმი, თელავი. და ესე იგი ახლა რა ხდება? ნახეთ, აი ბათუმის ნახევრამდე რომ მივიდა, ბათუმისკენ მოვალმა ავტობუსმა გზის ნახევარი გაიარა. ხო, კი ბატონო, გზის ნახევარი გაიარა. ასე. თელავისკენ იმავალ ავტობუსს 1 საათის გზა ჰქონდა დარჩენილი. აი ასე ვქნათ. აი ბათუმის ნახევარი გზა რომ გაიარა, თელავისკენ მიმავალს 1 საათის გზა ჰქონდა დარჩენილი. კი ბატონო. ეკოს ასე. რა დროში ჩადის ავტობუსი თბილისიდან ბათუმამდე? საერთოდ თქვენ ჩემი გემოვნება იცით ახლა, რომ მე მიყვარს სიჩქარის აღნიშვნა. მაგრამ მოდი აგერ დრო რომ აღნიშნოთ ახლა ჩვენ. როგორ დავაგდება სიტუაცია? მე თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ რაღაცას არ უნდა მეკითხებოდე, ხო? ძალიან ხშირ შემთხვევაში სიჩქარის შემომაქვს და აღნიშნავ ხოლმე, მაგრამ აი ახლა ეგ ის იშვიათი შემთხვევაა, ძალიან არ მინდა სიჩქარის მაგივრად ცვლადი შემოტანა. მოდი იქით რასაც გვეკითხებიან, ის აღნიშნოთ. აბა რა უნდა? რა დროში ჩადის ავტობუსი ბათუმში, ხო? თქვათ. ბათუმში ჩადის X საათში. ახლა მოდი დავაკვირდეთ რა ხდება. შეხედეთ მეგობრებო, თუ ბათუმში ჩადის X საათში, მთლიანად ამ გზას უნდება X საათს, ცხადია, ეს X მინუს 4 საათი არ იქნება? იმიტომ რომ 4 საათია ბათუმამდე დარჩენილი, ხო? მაგრამ ახლა ნახეთ, ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსი, რაც იყო, ის იმავდროულად ხო, ანუ ეს ავტობუსი კი არა, ერთდროულად გავიდა ხო ამ ავტობუსთან ერთად თელავისკენ მიმავალი ავტობუსის და ამიტომ გზის ნახევარი ზუსტად იგივე დროში ჰქონდა გავლილი თელავისკენ წასულ ავტობუსს, რაც ბათუმისკენ მიმავალს. აი x-4 საათში, ხო? ამიტომ ეგეც x-4 საათი იქნება. ამიტომ ამისთვის ხოა გასული x-4, ამისთვისაც x-4-ია გასული. და ფაქტობრივად რა გამოდის მეგობრებო, რომ თელავამდე მთელი გზა 2-ჯერ x-4-ია.
უცხადია, რომ მეორე ნახევარსაც x-4 საათში გაივლიდა. ახლა შეხედეთ. თუ მთელი გზა არის ორჯერ, მოდი, პარემ დავწერთ, ხო? ესა 2x-8. და ეს არის 1 საათი გქონდა თელავამდე დარჩენილი, ხო? მაშინ ეგ არ ყოფილა 2x-9 საათი. ხო? მეტყვი სულ თუ 2x-8 არის და 1 საათის გზა ეს არის. მაშინ აქამდე რომ მოსულიყო 2x-9 საათი ყოფილა გზაში. და რა თქმა უნდა, ესეც იქნებოდა 2x-9 საათი. ხო? კი, იქნებოდა. მაშინ მთლიანად ბათუმში ჩასვლას მთლიანად ბათუმში ჩასვლას, ხო? ორჯერ 2x-9 საათი დაჭირდებოდა. კი, დაჭირდებოდა. და ერთის მხრივ მეგობრებო, ბათუმში ჩასვლას x საათი ჭირდება. მეორეს მხრივ კი ჭირდება ორჯერ 2x-9 საათი რა. იგივე დავთვალოთ რა გამოდის. მივიღეთ განტოლება. 4x-18, 3x-18 და x-6 საათს. დაგივალოთ და ვისი ამოვნე ამოცანას ამოხსნით. რაღაცა თავიდან ისეთი მძიმე ჩანს, აი წა 1, 2, 3, 4, 5 ხაზზე მეტია პირობა, მაგრამ ერთი ცვლადით, ძალიან მაგრა გამოვკლავდით, თან რაც ისეთი საფირმო მომენტიც არ გამოგვიყენებია, ცვლადი არ შემოგვიტანია სიჩქარის მაგივრად. მაგარი კლასიკური შემთხვევა, როდესაც ჩვენ სწორად დავგეგმეთ ამოხსნის პროცესი, აი ნახეთ ორი პირობა იყო და ორი ხაზი გავაკეთეთ და ეგრევე დახაზეთ, დაგვეტანა არ ვიცი რა, თვალისთვის იქნებოდა მაგარი მძიმე საქმე. თან დიალოგი სწორად დავგეგმეთ, აი პირობასთან, სწორად ვესაუბრეთ, მივიღეთ სრულად ინფორმაცია. მოდი ახლა ეს წარმატება რომ არ იყოს მოკლე, ადი რაღაც ერთჯერადი, 22 ამოცანასაც შევეცადოთ იგივე რაღაც ისეთი შემართებით შევდიოთ. სანდრო დილით სკოლისაკენ გაემართა. იმ ვარაუდით, რომ პირველი გაკვეთილის დაწყებისას სკოლაში იქნებოდა. სახლიდან გამოსვლიდან 5 წუთის შემდეგ მან შეამჩნია, რომ აედევნა თავისი ძაღლი. სანდრომ ძაღლი წაიყვანა სახლში და რადგან სკოლაში აგვიანდებოდა, სახლიდან სკოლისაკენ სირბილით გაემართა. მოდი ახლა ნახეთ რა ხდება აქ, რა დავინახეთ ახლა ამ პირობაში. მოდის სახლიდან. სკოლისკენ. 5 წუთი გავიდა. დენო აქ ამ ბიჭმა შენიშნა ძაღლი, ხო? და ხატრობით არ გამოვირჩე. გადასუფლო სახეს. და დაბრუნა, ანუ ეგ 5 წუთის გზა რომ იყო წამოსული, და ისე იდეაში იგივე სიჩქარე დაბრუნდა, ხო ალბათ, სახლიდან 5 წუთის შემდეგ შეაშვა აედევნა ძაღლი და სადღაც წაიყვანა ძაღლი, რადგან სკოლაში აგვიანდებოდა, სახლიდან სკოლისკენ სირბილით გაემართა. ხო ახლა რადგანაც მერი ამბობს, რომ სირბილით გაემართაო, ალბათ ავტორი გულისხმობს, რომ ეს ძაღლი სახლში იგივე სიჩქარით დააბრუნა, სიჩქარით, რაც თვითონ მიდიოდა სკოლისაკენ. ხო, 5 წუთი მომდევნო და უკან დაბრუნებისა. ანუ ჩავთვალოთ, რომ ანუ გეგმა რაც ჰქონდა, გეგმა რაც ჰქონდა, ანუ რამ ხანშიც უნდა ჩასულიყო. ხო, 10 წუთი უკვე დაკარგა. კარგი, ახლა ნახეთ. სალოს აიყვანა, კი, გაემართა. მაგრამ ასე იგი სკოლაში აგვიანდებოდა, სახლიდან სკოლისაკენ სირბილით გაემართა, მაგრამ სკოლაში გაკვეთილზე 2 წუთი დააგვიანდა.
ცნობილია, რომ სანდრო ორჯერ უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე დადის. რა დროში მიდის სანდრო სკოლაში? ანუ დროს გთხოვენ, ხო? მოდი ალბათ ახლა აქ აჯობებს, რომ სიჩქარე შემოვიტანოთ. ვთქვათ, თავიდან მიდიოდა x-ი. x-ი არცა მეტრ წუთი თქვა. აი ასეთი თემა. და მე ანუ იდეაში x-ით მიდიოდა, x-ით დაბრუნდა, ხო? მოდი. ესე რომ გაიყოს გამოკვეთილი, მწვანე ფერს ავიღებ. მოდი ეს x-ი წუთი იყო, მის სიჩქარე მნიშვნელობა არ აქვს ახლა რა იქნება და უკანაც აი ძალთ ერთად რო ბრუნდებოდა, რა თქმა უნდა, იქნებოდა x-ი მეტრ წუთი. მაგრამ მე უკვე ორჯერ ზოგ სირბილით რომ წამოვიდა, ხო? ну რა თქმა უნდა 2x-ი მეტრ წუთი გახდა. და მოხდა მეგობრებო, ნახეთ, გეგმა რაც ჰქონდა მას. ეს გეგმა რაც ჰქონდა 2 წუთი დააგვიანდა. ანუ გეგმას მინუს 2 წუთი ჰქონდა ჩასვლას. ახლა რას დავაკვირდეთ, მეგობრებო? კითხვა არის, რა დროში მიდის სანდრო სკოლაში, ხო? რა დროში მიდის სანდრო სკოლაში? ანუ გეგმა, ფაქტობრივად რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოდი შემოვიდავთ ეს გეგმა წავშალოთ, რაღაც არ ხდება. ანუ ტიპები ითხოვენ ამას, ეს ტე წუთი უნდა დავთვალოთ. ტე წუთი, ეს დაინტერესებდა. t-2-ში ჩავიდა, ხო? ანუ როცა 2x-ი ჰქონდა სიჩქარე. ანუ იდეაში რა ხდება, მეგობრებო? თუ ის x-ით მოძრაობს, ხო? x მეტრ წუთი. მაშინ t დროს ხარჯავს და ესაა მთელი გზა, ხო? გზა. და თუ 2x-ი მოძრაობს, მაშინ ის t-2 წუთს ხარჯავს, ხო? და ესეც არის სრული გზა და რა თქმა უნდა ერთმანეთის ტოლია. გზა არ შეუძლია მას. კი ბატონო. მაგრამ მათ არის კიდევ ერთი დეტალი, ხო, მეგობრებო? ნუ რა დეტალი? ეს 5 წუთი როგორ გამოვიყენოთ ახლა ჩვენ? ანუ 5 წუთი იდეაში 2 წუთი დააგვიანდა, ხო? ორი წუთი დააგვიანა. უარი, ახლა შესაძლოა საერთაშორისო 2 წუთი თუ დააგვიანა პირიქით, ხო? უფრო გვიან ჩავიდა, ანუ მეტი დრო დაჭირდა. მაგრამ ეს მაინც ტყუილია. და რატო ახლა ტყუილი? ანუ მე აური ახლა ორი საკმაოდ განსხვავებული კატეგორია. აი მისვლის დრო საათი, რომელ საათზე მივიდა და რამდენ ხანს იყო გზაში. ახლა ჩვენ უნდა შევთავაზოთ ტეთი რა მაქვს აღნიშნული. თუ ტეთი მე აღვნიშნე საათი დრო, აი როცა მიდის t0-ზე მაგალითად, მაშინ კი ბატონო t+2 წუთში ჩავიდოდა. მაგრამ t+2 წუთზე მივიდოდა, მაგრამ მე ხო ტეთი აღვნიშნე არა მისვლის დრო საათი, ხელზე გაკეთებული საათი რას გვიჩვენებს? არა მოძრაობის დრო აღვნიშნე და ეს t+2 წუთი სულაც არ იქნებოდა გზაში, მეგობრებო, არ დავიწყოთ. არამედ რა ხდება? რამდენ ხანს არის ახლა ეს გზაში, რომ წარმოვიდგინოთ 5 წუთი წამოვიდა, ანუ ფაქტობრივად 10 წუთი თავისი სიჩქარით რომ წასულიყო, ხო? რომე არა. ჩავიდოდა სტანდარტულად აი x-ით რომე არა.
ასე და რაღაცა b-ში x-ით რომი არა, ჩავიდოთ და ისევ t წუთს ვუანდომებდა დროს. ანუ ჩვეულებრივად რომი არა, ამ გზაზე ისევ t წუთი დაჭირდებოდა, მაგრამ ახლა დავაკვირდეთ, რომ მან ეს 10 წუთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას. აი ისე რომ ერბინა, რომ ისევ დროზე მისულიყო, მაშინ გამოვიდოდა, რომ მთელ გზას გადიოდა t-10 წუთში, ხო? მაგრამ ანუ ის დანაგვიანები რომ აენაზღაურებინა, მაგრამ რადგანაც ვერ აენაზღაურა და დააგვიანდა, ამიტომ t-10 წუთში კი არ ჩავიდა, მეტროზე რომ ისულიყო. არამედ კიდევ ამაზე 2 წუთით მეტი დასჭირდა. და რამდენი გამოდის? ეს არ გამოდის t-8. ანუ მეგობრებო, მეორე შემთხვევაში t-8 წუთი იქნებოდა აი ეს გზაში. შესაძლოა x უნდა გავუმრავლოთ t-8-ზე. ნუ რა გამოდის, მეგობრებო, ახლა აქ მარტივად იცნება ეს x-ი გვეცება t-2 t-16 და კიდევ t-16. ხოჭა, დავთავრეთ. ანუ რამდენ ხანში ჩადის? 16 წუთში. საკმაოდ მარტივი ამოცანა გამოდგა, უბრალოდ თავიდან ძალიან 2 ცუდი კატეგორია, ანუ კატეგორიები თავად კარგია, მაგრამ ცუდი შეცდომა მომივიდა, რომ ორი საკმაოდ განსხვავებული დია ერთმანეთში აური. თუმცა ეს თქვენთვის კარგ გაკვეთილად შეიძლება იქცეს. კარგი. 23. გიორგის სახლიდან სპორტული ბაზისაკენ, რომელიც სახლიდან 10.5 კილომეტრითაა დაშორებული, ფეხით გაემართა. ნახევარი საათის შემდეგ იმავე სახლიდან მის კვალდაკვალ გაემართა მისი ძმა სანდრო, რომელიც მოძრაობდა 4 კილომეტრ/საათის სიჩქარით. ის დაეწია გიორგის, გადასცა ნივთი და მაშინვე მიბრუნდა სახლისაკენ. იპოვეთ გიორგის სიჩქარე, თუ ის ბაზაში და სანდროს სახლში ერთდროულად მივიდნენ. საინტერესო ამოცანა. სახლი გიორგის სახლიდან სპორტული ბაზისკენ, რომელიც სახლიდან არის 10.5 კილომეტრით დაშორებული. მთელი გზა ასეთია. ფეხით გაემართა. მოდი ახლა ორი ეტაპია. ერთი ნახევარი საათით გვიან რომ გამოდის მისი ძმა და მეორე რომ გიორგის დაეწია და რაღაც მისცა. მოდი ასე ვთქვათ ახლა ჩვენ. მოდი აქ იყოს გიორგი. მოდი აქ იყოს სანდრო. რომ ეს დავაფიქსიროთ მათ შორის ნახევარი საათი რომ არის განსხვავება სახლიდან გამოსვლაში. და ეს გზა აღნიშნოთ 1/2 საათით. ანუ 1/2 გზა არის რა. კარგი, იყოს ასე. სანდრო მოძრაობს 4 კილომეტრ/საათის სიჩქარით. რომ ამის სიჩქარე არის სანდროსი 4 კილომეტრ/საათი. უნდა ვიყოთ გიორგის სიჩქარე. გიორგის სიჩქარე იყოს 6 კილომეტრ/საათი. რა ხდება ახლა მეგობრებო? სადღაც ხდება დაწევა, პირობითად აქ ხდება თქვა დაწევა. ესეც და ასეა ეს მომენტი. გადასცა ნივთი და მერე ორივე ბრუნდება სახლისაკენ. ესეთი ამბავი. ორივე არ გავკაცრავად. მერე სანდროს სახლა ჩვენ დავაბრუნებთ სახლში.
სანდრო ბრუნდება და გიორგი იგრძელებს ბაზისკენ შლას და ორივე ერთდროულად მიდის. შეიძლება აქ დრო შემოვიღოთ ახლა. ნუ არ დაგვარწეს რომ სანდროს სიჩქარე არის 4 კმ/სთ, სიჩქარის ასვლიან გიორგისი არის 10 კმ/სთ. საინტერესოა, აბა მოდი დავაკვირდეთ. ახლა რა ხდება, იცით? წარმოდის თავში მუღამი როგორ შეიძლება ეს ერთი სვლადით გავაკეთოთ და როგორ მომენტია, იცით, ნახეთ, ჰეი, უკან რომ ბრუნდება ცოტა დიდი ის არსტავზე რა ის ბრუნდება. იგივე დროში ხო გაივლის, აი ამ გზას რა დროში გზას სანდროზე ვსაუბრობ რა, მე ახლა რა დროში გზას ეწეოდა მის ძმას. დაეწია ტესაჩი. ხო? კი ბატონო. მაშინ, აი პირველ შემთხვევაში გიორგის ოლია T+1 საათი, ხო? იმიტომ რომ 1-2 საათი თქო გვიან ადრე გამოვიდა და სანდრო გამოვიდა 9 საათით გვიან დაიწია რა, ანუ ეს საათია. და გამოდის რომ აი ეს გზა არის დაწევის გზა. გიორგისთვის რა არის მისი სიჩქარე გამრავლებული დროზე, ხო? რამდენ ხანსაც იყო გზაში. და სანდროსთვის რა არის? და სანდროსთვის არის მისი სიჩქარე 4 გამრავლებული დროზე, ხო? რამდენ ხანსაც იყო გზაში. და ესენი ერთმანეთის ტოლია. x ჯერ T+1 უდრის 4 ეს, ხო? კარგი. ახლა მოვავირა. სანდრო იგივე ტესააც წავიდოდა უკან და დაბრუნდებოდა და იგივე დროში აი სანდროს სახში არ ჩავიდა, გიორგი მივიდა ბაზარზე, ანუ გიორგიც ტესაათი იყო. იდეაში ახლა აქ რა ვიცით? აქ ვიცით ჩვენ რომ სანდრო გაივლიდა ეს გზა იქნებოდა 4T, ხო, კილომეტრი და გიორგი გაივლიდა და იქნებოდა x-T კილომეტრი. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ახლა აქ უკვე მეორე განტოლება, ანუ 4T-ს დამატებული x-T იდეაში ეგ არის 10.5. სისტემა. წესი უნდა ამოვხსნათ ახლა რა. აი, მოდი დავაკვირდეთ პირველ განტოლებას რა იქნებოდა. x-ს დამატებული x-ია. და მომწონს ახლა. აი, რა შეიძლება იცით? აქედან გამოვსახოთ მაგალითად x-ი ჩვენ რას ვთხოვეთ, დროს ვთხოვეთ თუ და სიჩქარეს ვთხოვეთ. იყურეთ გიორგის სიჩქარეს ითხოვენ რა. რო გამოვსახოთ x-ით და დროს მაგივრად ჩავსვათ რეალ. აი, მოდი. აქ შეგვიძლია ესე, აქედან გამოდის რომ x-ი უდრის 4T შეფარდებული T+1/2-თან. აი, აქედან ცხადია ეს არის T გავაჩხილებს გარეთ და 4-x-ი უდრის 10.5 რომ გადავაქციოთ ახლა ეგ არის 21/2 და რომ ავდგეთ და x-ის მაგივრად გავაკეთეთ ეცებში ახლა აქ არც ეს პირდაპირ x-ის მაგივრად რომ ჩავსვათ რომ შევიტანოთ ახლა აი ეგ გამოსახულება აქ რომ ჩავსვათ x-ის მაგივრად გვექნება 4T-ს დამატებული 4T შეფარდებული T+1/2-თან გამრავლებული T-ზე უდრის 21/2-ს.
ასეთი ამბები გვაქვს რა. იმედია რომ არ მიშლება ახლა და სულად ვანგარიშებ. აბა გავყვეთ. რა იქნება საერთო მნიშვნელი t პლუს 1 მეორე. რომ გამრიეთ მშვენიარდებოდა 4t კვადრატი. დამატებული. 4t მრავლდება 1 მეორეზე, ანუ 2t. და დამატებული 4t ჯერ 4t, 4t კვადრატი. 21 მეორე. ну, ჩვენდინათ ახლა 2 გამრავლდებოდა ასე. აქ იქნებოდა 8t კვადრატს პლუს, პრინციპში 4t კვადრატი, 4t კვადრატი იკრიბება არის 8t კვადრატი. და ეს კიდევ რო ჯვარედინათ 2-ზე გამრავლდებოდა, აქ ასა რამდენი ორი ანგარიში. მაგარი. მე გვეგონება რომ რაღაცა ცუდად დავგეგმეთ და ცუდად ხსნით. ნამდვილში ანგარიშის ბრალი 21 გამრავლდება t-ზე, ასე და პლუს 21 მეორე. რომელიც თვითონაც ამეორეც, ხო? მოდი ახლა ეს რო აქეთ გადავიდოდა -17 იქნებოდა. ანუ და მოდი 2-ზე გამოვბრალოთ თან 32t კვადრატს მინუს ეს 17-ზე ხო -17 იქნებოდა 2-ზე გამოვბრალდებოდა 34t და 21 აქეთ გადავიდოდა იქნებოდა მინუსით პლუს 21. მოდი ახლა დავფიქრდეთ აქ რაიმე კარგი ფასი ხო არა გვაქვს. 32-ს რომ გამოვავლებით ახლა ჩვენ აქ 21-ს ეგ რამდენია და დამხმარე განტოლება რომ გავაკეთოთ, ეს არის ჯერ 5-2-იანი ხო? და 3 და 7 და ისე უნდა გავაუჭრა ახლა რომ თუ მთელი ამონახსნები გააჩნია დამხმარე განტოლებას აი ამ განტოლებას დამხმარე განტოლებას უცხია ამას წესით უნდა გახსოვდეთ. რიცა ჩვენი სვენელი კვადრატს მინუს 34t მინუს და ეგ. Δεსაც მე პირველ კოეფიციენტს ვამრავლებ თავისუფალ წერზე. კარგი, რომ დავაჯგუფოთ ახლა ერთად 34-ია. ანუ ეს უარყოფითი, ეს უარყოფითი რჩება, ხო? ანუ ერთი დიდი ფესი უნდა იყოს. ერთად ასე რომ იყოს ეს რამდენია? 21 ჯერ 4 ძალიან დიდია. ძალიან დიდია. ასე 21 ჯერ 2 არის 22, ეს არის 16, 22 და 16 არის. აი, 7 და 3 ცალ-ცალკე რო გავუშვათ. ეს რა იყოს ასე. 7 ჯერ 8 56-ია. სამჯერ 12 და 24-ია. აი წარმოჩავს ამას კაი პირი, ხო? კაი ამონახსნი რო ჰქონდეს. მაგარი დავიჭირეთ, ნახეთ. აი თიწოთი არ გამიქცეს, აი ასე რომ იყოს. ეს ხო არის 58. და ამათი ნამრავლი არის 14. ანუ 1 იქნებოდა 48 12 და t2 იქნებოდა -14 32. ну რადგანაც ტეტრო უარყოფით ვერ იქნება ეს გარეშე ფესვი ახლა ჩვენ შემთხვევაში და ეგ იქნებოდა ჩვენი საჭირო პასუხი. და ანუ ეს ტექსტზე შეგვეცნოდა გამოდის 3 მეორე. კარგი ბატონო. ევიგო. ახლა უნდა ვიყოთ x. ეს უნდა ჩავსვათ აი აქ. რა გამოდის ეს ჩვენი x გამოდის 4 ჯერ 3 მეორედი შეფარდებული 3 მეორეც პლუს 1 მეორედი. რა გამოდის 3 მეორედი და 1 მეორედი ეგ არის
ეს შევფოცოთ, აქ იქნება 2, ესეც 2-ია, ხო? აჰა, და მთლიანად ამას გვეცდა 3 სტოლი გამოდის 6. ასე, შეგვეძლო ეს გავაკეთებინა x-ის მიმართ თავიდანვე x-ისთვის დაგეგვექვა. მოდი დავდრუგდეთ უკან. მაგრამ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამას, რომელს საბოლოო განტოლებას, ასე ვთქვათ, კვადრატულ განტოლებას x-ის მიმართ მიიღებდით, s მიმართ მიიღებდი, ნაკლებად ნორმალურად იხსნება ორივე შემთხვევაში. მაგრამ თავარი არის მანამდე მისასვლელი გზა რა. აი როგორ მოვიქცეთ, როგორ გავაკეთეთ, რა შემოვიტანეთ აღნიშნად და როგორ დავაწყეთ ეს ფუნდამენტური პატარა განტოლებები რაც გავაკეთეთ. აი მოდი აღარ გავაკეთებ მეგობრებო, ახლა მე x-ის მიმართ ამ განტოლებას იდეაში განტოლების ამოხსნის ვარჯიში ახლა აქ არ არის, აქ არის ჩვენ ვარჯიშობთ სიტყვებით მოცემული პირობა, როგორ გამოვხატოთ ანალიზურად, როგორ ჩავწეროთ განტოლებების სახით, განტოლებათა სისტემის სახით. იგი მოდი ახლა 24 ამოცანაზე დავფიქრდეთ ჩვენ. რას 24? ორი ქალაქიდან, რომელთა შორის მანძილი 700 კილომეტრია, ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად გამოვიდა ორი ავტომობილი. პირველი ავტომობილის სიჩქარე 15 კმ/სთ მეტია მეორეს სიჩქარეზე. 3 საათის შემდეგ მათ შორის მანძილი 325 კმ დარჩა. რამდენ საათში გავლის მთელ გზას პირველი ავტომობილი? საკმაოდ მარტივი ამოცანა. სულ არის 700 კილომეტრი, ხო? გამოვიდა. აქედან გამოვიდა, ეს აქედან გამოვიდა. იქ იყოს ორი ქალაქი, პირველი და მეორე. პირველი სიჩქარე 15 კმ/სთ მეტია მეორე სიჩქარეს. ანუ პირველი თუ იქნებოდა x კმ/სთ, მეორე ყოფილიყო უფრო პატარა, ხო? x - 15 კმ/სთ. 3 საათის შემდეგ მათ შორის მანძილი დარჩა 325. ანუ რაღაც 3 საათი გავიდა. ამან აი 3 საათში ეს გაიარა. ამას 3 საათში ეს გაიარა. და მათ კიდევ ერთმანეთის შესახვედრად მანძილი მათ შორის იყო დარჩენილი 325 კილომეტრი. აი დააკვირდით მეგობრებო ახლა. მაშინ რა განტოლებას გავაკეთოთ ძალიან მარტივ დასანახად. ეს გზა რა იქნებოდა? 3x. დამატებული. ეს 325. დამატებული. ეს გზა რა იქნებოდა? აქედანამდე 3-ჯერ x - 15, ხო? ეგ არის 700. ძალიან მარტივი განტოლება მივიღეთ, არა? მართალია ჩვენ სხვა კითხვას გვიშოვენ ახლა აქ სიჩქარეს არ გთხოვენ, მაგრამ განტოლება ხო გითხარით, აი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც უნდა გადაწყვიტოთ გამოცანის მსგავსი ამოცანების ამოხსნის დროს, ეს არის თქვენს მიერ შემოტანილი ცვლადით როგორ შეკრათ კონკრეტული განტოლება, გარკვეული პირობა. ანუ 3x + 325 + 3x - 45 უდრის 700. ну 325 გამოვაკლოთ, ეს არის 280, ხო? 280 მერე 700 გამოვაკლდება. პლუსით აქეთ მინუსით გადავა. ეს არის 420 არა? კი ბატონო. და x-ი გამოდის 70. ახლა კითხვა. რამდენ საათში გავლის მთელ გზას პირველი ავტომობილი? თუ მისი სიჩქარე 70 კმ/სთ-ია და მთელი გზა 700 კმ-ია, თავისთავად 700 გაყოფილი 70-ზე, ანუ 10 საათში არ გაივლიდა მთელ გზას? კი ბატონო. მგონია რომ საკმაოდ მარტივი ამოცანა. 25.
მოდი მოსაგე წეროთ აბა დავანებთ. ტურისტი დანიშნულ ვადაში აქალაქიდან ბექალაქში უნდა ჩავიდეს. თუ ის საათში გაივლის 35 კილომეტრს, მაშინ დააგვიანებს 2 საათს. ანუ მოდის სიჩქარე თუ იქნებოდა 35 კილომეტრი/საათი. მაშინ დააგვიანდება 2 საათი, ანუ ასე თქვა, T+2 საათში გაივლიდა მთელ გზას. აი თქვა, უნდა გაიარა, თქვათ, გეგმით საათში უნდა გაიაროს. და თავისთავად 2 საათი თუ დაგვიანდა, უფრო მეტი დრო დახარჯა. აგერიოთ რა, დაგვიანება 2 არ უნდა გამოვაკო, პირიქით, უფრო მეტ ხანს უნდება. მოდი ბატონო. ხოლო თუ საათში გაივლის 50 კილომეტრი/საათს, მეორე სიტუაციაც აღწერილია, ხო? აი ტიპი თუ იმოზავებდა 50 კილომეტრი/საათით, მაშინ იგი ბექალაქში 1 საათით ადრე ჩავა. ანუ მთელ გზაზე T-1 საათს დახარჯავს. იგივედ მანძილი ადა ბექალაქებს შორის. ალბათ, მეჩვენება თუ არტივი, მთელი გზა რა იქნებოდა? 35 ჯერ T+2 არ იქნებოდა? კი. მაგრამ მთელი გზა იგივე 50 ჯერ T-1 არ არის? კი. მაშინ ესენი ერთმანეთს არ უნდა გაუტოლოთ? კი, უნდა გაუტოლოთ. რა თქმა უნდა, ჩქილებს გავხსნი, მაგრამ მანამდე 5-ზე შევკვეცა. 7T+14, 10T-10, 3T+4, 24T+8, საათი, მაგრამ ჩვენ ვთხოვდეთ მანძილს, ხო, იპოვეთ მანძილი ადა ბექალაქებს შორის, რომელიმეში უნდა ჩავეს, მაგალითად, ქვედაში ჩავსვათ, ეს იქნებოდა 50 ჯერ 8-1, ანუ 350 კილომეტრი იქნებოდა მეგობრებო პასუხი. ეგეც საკმაოდ მარტივი ამოცანა იყო, კარგად დაჭდა. მოდი 226-ზე ნახოთ დავაკვირდეთ. A და B პუნქტებს შორის მანძილი 198 კილომეტრია. B 198 კილომეტრია. A-დან B-სკენ და B-დან A-სკენ ერთდროულად გავიდა 2 ავტომობილი. ისინი ერთმანეთს B-დან 100 კილომეტრის დაშორებით შეხვდნენ. ანუ ეს არის B-დან გავლილი, ხო? აი აქ შეხვდნენ. ერთდროულად ხო გამოვიდნენ? ეს არ დავკარგოთ, კი. კედანაც გამოვიდა, კედანაც გამოვიდა. ეს 100 კილომეტრი იყვნენ B-დან მოშორებული, ხო? ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ B-დან გამოსული უფრო სწრაფი, უფრო მეტი გაიარა რა. ამან რამდენი გაიარა? ამან 90 კილომეტრი გაიარა, ხო? იგივედ B-დან გამოსული ავტომობილის სიჩქარე, თუ მისი სიჩქარე 12 კილომეტრი/საათით მეტია. ანუ ეგ თუ უნდა ვიპოვო, თუ მისი სიჩქარე 12 მეტი, ანუ ამისი აქეთ არის -12. სამარტი მომენტი ახლა შეხედეთ. რაღაც დროში ხო შეხვდნენ ერთმანეთს. და ის დრო რა იქნებოდა პირველისთვის? 90 შეფარდებული -12. და მეორესთვის გავლილი გზა შეფარდებული სიჩქარესთან. და ესენი ერთმანეთის ტოლი.
ანუ დრო რო გამოსახო, მანძილი უნდა შეაფარდო სიჩქარესთან, ახაც დრო რო გამოსახო, მანძილი უნდა შეაფარდო სიჩქარესთან. აყოთ ახლა ესენი ერთმანეთზე, უпроსტად მოდი ჯერ შევკვეცოთ 90 დაასვა ეს 18 იკვეცება. იგივე ეს 5-ია ეს 6-ია. მოდი ახლა გავრავოთ ჯვარედნად 5x იქნება ეს ასე x და -2 რო გავრავდებოდა 6x - 72 და x უდრის 72-ს. ანუ ეს უკვე 72 კმ/სთ იქნება. 227 ამოცანა. მოდან ბექალაქისაკენ ერთდროულად ორი ავტომობილი გაემგზავნა. 2 საათის შემდეგ პირველი იმყოფებოდა ბედან 120 კმ-ის მოშორებით, მეორე კი ბედან 140 კმ-ის მოშორებით. მოდი ორივესთვის ცალ-ცალკე ნახაზი გავაკეთოთ. ასე ასეთი სიტუაცია გვაქვს ეს ბედა ეს არის მე პირველი ავტომობილის მოძრაობა დავახასიათოთ და ქვემოთ მეორე ავტომობილის მოძრაობა. გავიდა აქედან და 2 საათის შემდეგ პირველი იმყოფება 120 კმ-ის დაშორებით ბედან. გავიდა 2 საათი. ჩავიდა პირველი აქ. ვიცით რომ აი ეს მანძილი ბემდე არის 120 კმ. იგივე 2 საათის შემდეგ მეორე 140 კმ-ის მოშორებით იმყოფება ბედანი. იპოვეთ ავტომობილების სიჩქარეები, თუ ერთი მათგანის სიჩქარე მეორეს 9-ჯერ აღემატება, 9-ჯერ მეტი, აი რომელი იქნებოდა უფრო სწრაფი. თავისთავად პირველი, ხო? იმიტომ რომ ერთსა და იმავე დროში უფრო მეტი მანძილი ჰქონდა გავლილი. და რამდენით მეტი? 20 კმ-ით მეტი რა. თუ 120 თუ ადარჩენი აქ ინახეთ. აი ეს განსხვავება ეს. განსხვავება არის 20 კმ. 140 - 120. დაიკვირდით ახლა უხრები. როცა გავლილია ეს გზა, როცა გავლილია ეს გზა. მეორეს თუ აღნიშნავდით 6 კმ/სთ, გვერი იქნებოდა 9 x კმ/სთ. ახლა დავწეროთ 2 საათში, ანუ 2-ჯერ 9 x და 2-ჯერ x, აი მათ შორის განსხვავება არის 20 კმ. აი ასეთი უღამი აქვს მეგობრებო ამას. ეკვეცება 4-ია, შეგიძლიათ 9/4-ს გამოკლებული 2, არის 1/4 და x გამოდის 80. ანუ ერთი სიჩქარე იქნებოდა 80 და 80 რო გავრავდით 9/2-ზე, ანუ ეს იქნებოდა მეორე სიჩქარე და პირველი სიჩქარე, რა თქმა უნდა, იქნებოდა 9/2-ჯერ მეტი, ანუ 9/2-ზე უნდა გაგვებრავლებინა და გამოდიოდა 90 კმ/სთ. ასეთი ამბავი. მოდი 228-ს ვნახოთ ახლა. ინდან B პუნქტში ორი ავტომობილი გაემგზავრა. პირველი ავტომობილი 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, მეორე 80. ანუ 80 სიჩქარით დაიწყო. ერთის შემდეგ
20 კმ/სთ მოძრაობდა. აჰა, ეს მეორე ავტომობილი. იპოვეთ, ხო, ორივე ავტომობილი მე პუნქტში ერთდროულად ეს საათში ჩავიდა. იპოვეთ T1 შეფარდებული ტესტი. კარგი, მოდი ვნახოთ. გამოწვევს მოდი სწორი ხაზი გავავლოთ. ორივეს მოძრაობა ცალ-ცალკე ავწეროთ. და B პუნქტში ორი ავტომობილი გაემგზავრა. პირველი ავტომობილი 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხო? ეგ იყოს პირველის მოძრაობა აქ აღწეროთ, მეორესი აქ. ეს მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით. და მეორე მოძრაობს 80-ით. ოღონდ 80-ით იწყებს. ну რაღაცა ერთი დროის განმავლობაში, ვთქვათ, 1 საათი და მე აგრძელებს 20 კმ/სთ-ით. ხო, ორივე ავტომობილი B პუნქტში ერთდროულად T დროში ჩავიდა. ანუ ეს T-გზას T-საათს უნდა, მეორეც T-გზას T-საათს უნდა. ანუ ეს იქნებოდა T-T1 საათი მაშინ, ხო? დანარჩენ გზაზე რაც დახარჯა მეორე ავტომობილი. მიკითხვა არის, ჩვენ დავკავოთ T1 შეფარდებული ტესტთან. მაგრამ მანამდე რა ხდება? მანამდე მთელი გზა რო დავახასიათოთ გავლილი ახლა. 40 კმ ხო გამოდის პირველს გავლილი და მეორეს გამოდის 80-ჯერ T1 დამატებული 20-ჯერ T-1. ნუ ახლა ესე ვიყავით, ხო, ეს მთელი გზაა ზედაც ქვედაც. 40 კმ უდრის, ქვემოთ ახლა მივხედოთ 80 T1 პლუს 20-ჯერ T-1. მოდი შევკვეცოთ ახლა 20 ვაფერი, აქ იქნებოდა კილომეტრი. ორი უდრის, აქ 4 T1 პლუს 20 შეიკვეცავთ S მინუს T1. აქ 40 კილომეტრი კი არ უნდა დავეწერა. 20 T უნდა დავეწერა და T ამოჩენილი. 2 T იქნებოდა. T გადმოდის გამოკლებით, რჩება, აქ რჩება 3 1 და შესაბამისად T1 შეფარდებული ტესტთან გამოდის 3 აქეთ გადავიდა გაყოფით, ანუ 1/3. მგონია რომ ესეც მარტივად დავჭირეთ. ასოხით სწორი გვაქვს. ვიდეოს დამეცხრა. ტურისტი 30 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მოძრაობდა. როცა მას გასავლელი დარჩა გავლილ მანძილზე 40 კმ-ით ნაკლები. სიჩქარე 20 კმ/სთ-მდე შეამცირა. მთელი გზაზე საშუალო სიჩქარე 25 კმ გამოვიდა. აი. ეგეც გასაგებია. რა ხდება? ანუ დაიწყო მოძრაობა 30 კმ/სთ-ით. და გასავლელი რომ დარჩა გავლილ მანძილზე 40-ით ნაკლები. მოდი ასე ვიზა. თქვათ x კილომეტრი იყო გავლილი, ხო? მაშინ გასავლელი ხო იქნებოდა x-40 კილომეტრი. ასე ხო ამბობს, გასავლელი დარჩა გავლილ მანძილზე 40-ით ნაკლები, ხო? კი, გავლილი თუ x-ი, ეს იქნებოდა x-40. სიჩქარე
შეამცირა სიჩქარე 20 კმ/სთ-მდე შეამცირა, ანუ 20 კმ/სთ გახართ. და მთელ გზაზე საშუალო სიჩქარე 25 კმ/სთ გამოვიდა. ახლა რა არის მეგობრებო საშუალო სიჩქარე? მთელი მანძილი საშუალო სიჩქარე ეგ არის სულ გზა გაყოფილი სულ დროზე. რამდენ ხანსაც იყო გზაში, ხო, იმაზე. ეგ საინტერესოა რა. ახლა აქ არ გამოგვიდეს ძალიან ჩახლართული. რა ვნიშნოთ ტეთი მთელი დრო უფრო ლამაზი რომ გამოვიდეს. თუ ერთი ტეორი დავწერო. მოდით ერთი ტეორს გამოვიყენებ, ხო? და x აღარ ჩავთავ საქმეში. და ნახეთ რა მომაფიქრა ახლა. ვთქვათ, აი ეს გზა ერთ საათს მომდა. და ეს გზა ტეორის საათი. მაშინ ეგ მთლიანად რაც არის, აი ეს, ხო? ხო იქნებოდა 30t1 და ეს იქნებოდა 20t2. და მაშინ ამ პირველი პირობიდან რა გამოდის? პირველი პირობიდან რა, საერთოდ რა გამოდის? გამოდის, რომ 30t1 რომ გამოაკლო 20t2, ხო? ეს არის სულ 40 კილომეტრი. ამიტომ მეორე პირველს 40-ით დაკლები მეორე პირველზე. მაგრამ ჩვენ კიდევ რა ვიცით? ჩვენ კიდევ ვიცით, რომ მთელი გზა ანუ 30t1 დამატებული 20t2, ხო, მთელი გზა. ეს არის ამავდროულად რა? 25-ჯერ, ხო, საშუალო სიჩქარე 25-ია და მთელი გზა რა იქნება? მთელი დრო გამრავლებული 65-ზე. ანუ იდეაში შეხედეთ ოქროები, კიდევ რა ვიცი, ჩვენ აი ეს მთელი გზა რომ გაგვეყო მთელ დროზე 1 + t2-ზე, ეს იქნებოდა 25, ხო? აი ეს სისტემა გვაქვს ლანგარზე ახლა ჩვენ. სიჩქარე ამიტას. ესენებია ხო ეგ საშუალო სიჩქარის იდეა. ნახეთ ახლა ეგ ქვემოდან 30t1 დამატებული 20t2 უდრის 25t1 დამატებული 25t2. აქეთ გადმოვა ეს 5t1-ია, ასე ეს გადმოვა ეგეც 5t2-ია, არ მეშლება. და გამოდის, რომ t1 უდრის t2-ს. თუ პრინციპში ისედაც უნდა მივხვდარიყავი, ანუ 30 და 20-იანი სიჩქარეები რო ერევა ერთმანეთს და საშუალო სიჩქარე 25 გამოდის, ანუ თანაბარი დრო ყოფილა გზაში. t1 და t2 ერთმანეთის ტოლი. ნუ სულ ერთი ახლა ჩავსვათ პროვიზორიულად t1, ანუ გვექნება 30t1 მინუს 20t1, ესე იგი 10t1 უდრის 51 უდრის 4-ს და კითხვა რა არის? რამდენი კილომეტრი გაუვლია ტურისტს, ხო? და გამოდის, რომ t1 და t2 თუ არის ერთმანეთის ტოლი, ესეც 4-ია, სულ გავლილი იქნებოდა 30-ჯერ 4-ს დამატებული 20-ჯერ 4. ანუ გამოდის 200 კილომეტრი მეგობრებო. შევუწყვეტ აბა თუ ასწორით. კი, sorry.
მოდი ვნახოთ ახლა 30-ე ამოცანაც. დიდი პირობა არჩას. რამდენად საფათ აღვიქვამთ, ახლა ვნახოთ. ადან-ბე ქალაქში ტურისტი ავტომობილით გაემგზავრა. A-B. მგზავრეთ ადან-ბე ქალაქში. 1 საათის განმავლობაში 60 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. რაღაცა 1 საათი ეს სიჩქარე იყო 60 კმ/სთ. 1 საათის განმავლობაში. მომდევნო თეორი საათის განმავლობაში 80 კმ/სთ. მოძრაობდა, ხო? ანუ მე მოძრაობდა 80 კმ/სთ და ეგ იყო თეორი დროის განმავლობაში. ჩვენ ვთხოვეთ ერთი შეფარდებას თეორთან. თუ ადან-ბე მგზავრობისას ტურისტის საშუალო სიჩქარე იყო 68. ეგ ძალიან მარტივია. მარტივი რა, ახლა ავტორი აქ კარგ გამოცანას გვაძლევს, რომ კარგად გავიაზროთ საშუალო სიმდეების იდეა და ამ შემთხვევაში საშუალო სიჩქარის. ეს კონცენტრაციას გავს თავის ხასიათით, ანუ ეგ არის ფაქტობრივად რა გამოდის, იცით, 60%-იანი ხსნარი და 80%-იანი ხსნარი რომ შევურიოთ ერთმანეთს და მივიღოს 68%-იანი, ჩვენ მარტივი სქემა გვაქვს, ხო, ამათ რამდენიმე გაკვეთილის წინ გითხარით ეგ, ხო? ეგ არის 28 არის 80 და ეგ არა 80-ს გამოვაკლოთ 68 არის 12, ხო? 12 ეგ არის 8 და რო შევკვეცოთ გამოდის 3/4, ხო? ანუ იდეაში 3/4 შეფარდებით ყოფილა აღებული. პირველი ხსნარი, მეორე ხსნარი და იგივეა სიჩქარეებზე ზუსტად რა. და იქ კონცენტრაციას როგორ ვიჩვენით პროცენტს, ხო? მთელი მასა უნდა გაგვიყო უბრალოდ შედაც გჭირდებოდა პირველ ხსნარში სპირტი უნდა დაგეთვალა და მეორე ხსნარში სპირტი და ეს ჯამური მასა უნდა გაიყო სულ ფიათ ორივე ხსნარის ჯამზე. აქ ნახეთ საშუალო სიჩქარის იდეა რა არის, მაგრამ ახსოვდეთ. ეგ უნდა ვიცოდეთ, თუ არ გვახსოვს ახლა ვისწავლოთ. მთელი დრო გაყოფილი ბოდიში მთელი გზა, მანძილი გაყოფილი მთელ დროზე. ანუ მთელი გზა რა არის? ორ მონაკვეთათაა ხო დაყოფილი ადან რაღაცა თქვა, კალნე და კადან-ბემდე და აი ეს ორივე გზა უნდა გავყო ჯამურ დროზე. ადან კალნე ჩასვლა სადღაც მოანდომა, კადან-ბემდე ჩასვლა სადღაც მოანდომა მათ ჯამზე. გზა რა იყო ახლა? ეს გზა გამოდიოდა 60 ტე. ეს გზა გამოდიოდა 1. ეს გზა გამოდიოდა 80 ტე 2. და შესაბამისად ახლა ამათი ჯამი უნდა გავყოთ ჯამურ დროზე. ეს არის საშუალო სიჩქარე. მოხდება 61 პლუს გადავლდება ჩვენიდან 68 პლუს 68 2 საკეთოდეს 12 თეორი, აქეთ იქნებოდა 1 და იდეაში T1 შეფარდა თეორი რომ გადმოვიტანო მისკენ გაყოფით, T1 შეფარდებოდა თეორთან, 8-ით აქეთ უნდა გაყოფით 12 შეფარდებული 8-სთან. იკვეცება და გამოდის 3/4, როგორც გითხარით. რამდენიმე წუთის წინ. მოდი დავასრულოთ ახლა ეს ჩანაწერი და დროებით 221 ნომრის გარჩევით დაგიბრუნდებით.